აი თავიდან რომ პატარა შოკოლადს აიღებ, მაგრამ გემრიელია, მერე მთელ ფილას მიაყოლებ და დანარჩენისგან სიამოვნებას ვეღარ იღებ, მაგრამ მეტი და მეტი გინდა და ჭამ. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იწვევს ტკბილი დამოკიდებულებას და დოფამინის მომატებას თავის ტვინში. იგივე ყავა, ალკოჰოლი, თუნდაც TikTok-ის სკროლვა, გემბლინგი, რო თამაშობენ ნარკოტიკები, ეს ყველაფერი იწვევს დოფამინის მომატებას თავის ტვინში. დოფამინი არის თავარი мотиваციის ნეიროტრანსმიტერი ჩვენს ორგანიზმში. ანუ რაღაცა რო გვინდა დოფამინის გამო გვინდა, მოკლედ რაღაცის мотиваცია რო გვაქვს. როცა ეჩვევი შოკოლადს, ტკბილეულს, იღებ მისგან იაფ დოფამინს, ანუ იღებ დოფამინს დაუმსახურებლად. ტვინი ეჩვევა ამას. უფრო და უფრო მეტი უნდა ეს იაფი დოფამინი და სხვა რაღაცებისგან სიამოვნებას ვეღარ იღებ. იმიტომ არის ზუსტად ეს წამალზე დამოკიდებული ადამიანებს სხვა რამეს რო ვერ ხედავენ. ასევეა ზუსტად, თქო მცირე მასშტაბებით ტკბილი. ანუ როცა შენ ტკბილს ეშვევი და ბევრ ტკბილს ჭამ, აი ის სიამოვნება გინდა სულ და სხვა რამეების мотиваცია აღარ გაქვს. ბაზისო ხასიათი გაუარესებული გაქვს. მარტო ეგ არ არის. მეორე დიდი პრობლემაა კიდე ტკბილს, რომ როცა ტკბილს ჭამ, შაქარი, გლუკოზა, ამ ფრუქტოზა პირდაპირ გარდაიქმნება, ღვიძლში გარდაიქმნება, როცა ზედმეტია ცხიმებად. ეს ცხიმები მიდის მუცელში. მუცლის ცხიმები გროვდება მერე. და ეს მუცლის ცხიმები კიდე თავისთვის არ არიან, ისინიც გამოიმუშავებენ მუდმივად ანთების მედიატორებს და ორგანიზმში ანთება ვითარდება. და ამიტომ რომ დაბალი დონის ანთება მთელს ორგანიზმში და ეს ანთება აზიანებს ნელა ორგანიზმს. ამიტომ შაქარი ესეთ თავი პრობლემაა. თუ ერთი რჩევა უნდა იცოდე ადამიანმა შაქარზე როგორ დაანებო თავი, ეს თავი რჩევა არის, რომ შენი ყოველი ჭამა უნდა იყოს ცილა. ანუ ცილა ყოველ ჭამაში უნდა გამოურიო. ცილა არის ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, თხილეულობაც შეიძლება ძირითადად დიდი რაოდენობით ცილა შეიცავს. პირველი ლუკმა ყოველთვის ცილა იყო. მეორე მთავარი რჩევა თუ ტკბილისთვის თავის დანებება გინდა არის, რომ უნდა ამოიღო ნებისმიერი შაქრიანი სასმელი, შაქრიანი კოლები, ან ლიმონათი ესეთები და შაქრიანი ყავა, ჩაი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს შაქარი იწვევს გლუკოზის და ინსულინის მომატებას პირდაპირ. არ იწვევს სიმაძღლეს და თან კიდე ღვიძლში ზედმეტ ცხიმებად გარდაიქმნება პირდაპირ. ასე რომ არანაირი სარგებელი არ აქვს, სიამოვნებასაც ძალიან მინიმალურს იღებს. და ეს არ არის ადვილი, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით პირველი დღე. და როგორც წესი ეს ყველაფერი არის ხოლმე წონის კლების ნაწილი, ხო? ანუ კვილს ვანებებ თავს, მერე გვინდა რომ ცოტა მუცელი შეგვიმცირდეს, წონში დავიკლოთ და ზუსტად ამიტომ შეიქმნა რედიენტი. წონის კლების მოგზაურობის გასაადვილებლად. რედიენტი შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს და ამცირებს მადას, ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას და აძლიერებს ცხიმების წვას. რა თქმა უნდა, არ არსებობს ჯადოსნური აბი, რომელსაც ძალზედ წონაში დაგიკლებს, მაგრამ წონის კლების ამ რთულ, მოსაწყენ და ხანგრძლივ გზას რედიენტი გაგიადვილებს. თუ დამატებით ინფორმაცია გაინტერესებს რედიენტზე, ბიოში შეგიძლიათ გადახვიდეთ და იქ არის ლინკიც, ნომერიც და ასე შემდეგ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალური ინფორმაცია.